უკვე მესამე დღეა თბილისი მახინჯაურის მიმართულებით მოძრავი ღამის მატარებელი სადგურში დაგვიანებით შემოდის. მატარებლიდან ჩამოსულ მგზავრებს კი სადგურში მხოლოდ კერძო ტაქსები ხვდებათ, რადგან მუნიციპალური ტრანსპორტი და მიკროავტობუსები ამ დროისთვის აღარ მუშაობენ. მერიავში პირობას დებენ, რომ მგზავრების უფლებების დაცვის მიზნით მაისიდან მუნიციპალური ტრანსპორტის განრიგი მატარებლის განრიგს მოერგება და მოქალაქეებს გადაადგილება განსაკუთრებული ხარჯის გაწევის გარეშე შეეძლება. თემაზე სულხან მესხიძე მუშაობდა. ახლა ღამის 12-ის ნახევარია მახინჯაურში რკინიგზის სადგურთან ვალდებულების მიუხედავად მუნიციპალური ტრანსპორტი არ დგას. მგზავრებს სადგურიდან ქალაქში გადაადგილებისთვის ტაქსის დაქირავება უწევთ. მახინჯაურში ჩვენი გადამღებებით ჯგუფის გამოჩენა ყველაზე მეტად ტაქსის მძღოლებს არ ესიამოვნათ. თემაზე საუბარი მძღოლთა უმრავლესობამ კამერის წინ არის სურვა. ისინი პირად საუბარში განმარტავენ, რომ მატარებელი ჩამოსვლას ხშირად აგვიანებს, ხოლო მუნიციპალური ავტობუსი 10 საათის შემდეგ მახინჯაურიდან ქალაქის მიმართულებით აღარ მოძრაობს. არა ტაქსები ვარ, თო გადავდგილებია. ვინ ღამებდი არის მუნიციპალური ავტობუსი? არა, ავტობუსი არ მინახია. რატო არ არის ხოლმე ავტობუსი? მგზავრები რითი გადაადგილდებიან ასეთ დროს? ტაქსის მძღოლების ვარაუდი გამართლდა და თბილისი მახინჯაურის სამგზავრო მატარებელი სადგურში ნახევარი საათის დაგვიანებით ჩამოვიდა. მგზავრთა თქმით, ღამით მუნიციპალური ტრანსპორტის არარსებობის გამო დამატებითი ხარჯების გაწევა უწევთ. ავტობუსები ჯობია, უფრო კომფორტულად ვიმგზავრებთ. იყოს უნდა ავტობუსი. ამ დროსთვის უნდა იყოს ავტობუსი. საქართველოს რკინიგზის ცხელი ხაზის ოპერატორმა გვითხრა, რომ მატარებელმა ტექნიკური პრობლემების გამო დააგვიანა. ოპერატორის მტკიცებით, მსგავსი შემთხვევები იშვიათად ხდება. ტექნიკური შეფერხება აქვს რაღაც მატარებელს და იმის გამო ხდება ეს შეფერხები. დაგვიანება, როცა არის მასე ნახევარი საათი 15 წუთი. სანებართო პირობების დარღვევისთვის რამდენიმე კომპანიის 20-მდე მძღოლი 100 ლარით დაჯერიმდა. აცხადებენ ბათუმის მერიაში. მას შემდეგ, რაც ჩვენ აღნიშნული საკითხით დავინტერესდით, უწყებაში გვითხრეს, რომ 8 ნომერი მუნიციპალური ავტობუსი 1 მაისიდან ქალაქში ღამის 12 საათამდე იმოძრავებს. სანებართო პირობების დარღვევისათვის დაახლოებით 20-მდე მძღოლი არის დაჯერიმებული. ეს ერთ-ერთი პირობა ამ სანებართო პირობის ერთ-ერთი პუნქტი არის, რომ უნდა იმუშაოს მანქანა სამარშრუტო ტაქსმა ღამის 11-მდე, ღამის 12-მდე. რაც შეეხება მახინჯაურის მიმართულებას და არა მარტო მახინჯაურის, საერთოდ 1 მაისიდან უკვე საზაფხულო დროზე გადავდივართ. მოძრაობა თვითონ სამარშრუტო ტაქსების ქსელის მოძრაობა გადადის საზაფხულო დროზე და დილის იქნება დილის 7-დან ღამის 12 საათამდე. მერის სატრანსპორტო განყოფილების უფროსის ემზარ ქავჟერაძის განცხადებით, სამსახურის ამომავლოდ დამატებითი მორიგი ავტობუსების გამოყოფას გეგმავს, რომელიც მატარებლის ჩამოსვლას დაელოდება.